ეს არის თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ვეიპი, რომელიც ბოლო დროს გახდა თითქოს მწეველებისთვის სიგარეტის შედარებით ჯანსაღი ალტერნატივა. თუ თქვენ იცით კონკრეტული უპირატესობები, რაც ვეიპს თამბაქოსთან შედარებით აქვს, დაწერეთ კომენტარებში, მე კი აგიხსნით რა ხდება მოწევის შემდეგ ჩვენს ფილტვებსა და ორგანიზმში. როგორც კი ნიკოტინი ჩვენს ორგანიზმში მოხდება, ის თირკმელზე და ჯირკვლიდან იწვევს ეპინეფრინის გამომუშავებას, რაც ჩვენს არტერიულ წნევასა და პულსს ზრდის, დიდხნიან პერსპექტივაში კი ეს იწვევს ჰიპერტონიის, ანუ არტერიული მაღალი წნევის ჩამოყალიბებას. ნახშირბადის მონოქსიდი და აზოტის ოქსიდი აზიანებენ არტერიის შიდა ზედაპირს, რასაც ენდოთელიუმი ჰქვია და აყალიბებენ მსგავს მდგომარეობას, რასაც ათეროსკლეროზი ჰქვია. ამის ფონზე კი ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის მაგალითად გულის ინფარქტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება. გარდა ამისა, ქრონიკულად წეველების ორგანიზმში გაზრდილია ასევე თრომბოფილია და თრომბოემბოლიის რისკი და მსგავსი ანევრიზმების ჩამოყალიბების რისკიც არერიოსკლეროზის ფონზე. რაც შეეხება ფილტვებს, ეს არის ორგანო, რომელიც პირდაპირ დაზიანებას იღებს. სხვა ორგანოების შემთხვევაში თუ იზრდება რისკი, ფილტვის შემთხვევაში ვიზუალურად ჩანს, მაგალითად გვამის გაკვეთისას ადამიანი ხედავს, რომ ეს იყო მწეველი, რადგან შავია უბრალოდ იმ ადამიანის ფილტვები. გარდა ამ ანთრაკოზისა, რასაც ადამიანი პირდაპირ თვალით ამჩნევს, ზიანდება ეპითელიუმიც, რომელიც ამოფენს მთლიანად ჩვენს ასუნთქ სისტემას